მზის სისტემაში არსებული უამრავი პლანეტიდან არსებობს ერთი პლანეტა, რომელსაც თვითონ მეცნიერებიც კი ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტრულ დანიშნულებად მიიჩნევენ. ის არც ისე ცნობილი პლანეტაა, როგორც მარსი, არც იუპიტერის ხელა, მაგრამ იმდენად შორსაა და იმდენად რთულია იქ მისვლა, რომ მოგზაურობა იქით თითქოს ნელ-ნელა ადამიანურობის დაკარგვას გავს, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. ეს პლანეტა ურანია. ჩვენგან უმეტესობა ურანს მხოლოდ როგორც ცივ ლურჯ პლანეტას იცნობს სამეცნიერო წიგნებიდან. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ადგილია, რაც კი ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს. ეს მხოლოდ მისი კლიმატის გამო არ არის, არამედ თვითონ გზავრობა იქამდე შეიძლება ადამიანის სხეულის დაზიანებას გამოიწვიოს, სანამ იქამდე მიაღწევს. თუ ოდესმე იქნება ეკიპაჟიანი მისია ურანზე, ეს არ იქნება ისეთი, როგორიც მისია მთვარეზე ან მარსზე. მისი სირთულე სრულიად სხვა დონეზეა. რადგან აქ ფავარი პრობლემა მხოლოდ მანძილი არ არის. შენი მტერი იქნება დრო, რადიაცია, იზოლაცია და ღრმა კოსმოსის გავლენა ადამიანის twin-სა და სხეულზე. 1977 წელს NASA-მ გაუშვა Voyager 2 დღემდე. ეს ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომელიც ურანთან მიახლოვდა. მან გამოიყენა იუპიტერისა და სატურნის გრავიტაციული მანევრი, რათა დაეჩქარებინა მოგზაურობა მზის სისტემიდან გასვლისას. მიუხედავად ამისა, პლანეტამდე მისასვლელად მას მაინც 8 წელზე მეტი დასჭირდა. NASA-სა და სხვა კოსმოსური სააგენტოების კვლევების მიხედვით, ურანზე შესაძლო ეკიპაჟიანი მისიის განხორციელებას შეიძლება 10 წელზე მეტი დასჭირდეს, მხოლოდ ერთი მიმართულებით. და რაც უფრო გრძელდება მოგზაურობა, მით უფრო მეტი პრობლემა გროვდება. დედამიწაზე ჩვენ ატმოსფეროსა და მაგნიტური ველის მიერ ვართ დაცული კოსმოსიდან მომავალი მავნე გამოსხივებისგან. მაგრამ რაც უფრო შორს მიდიხარ დედამიწიდან, ნელ-ნელა ის დაცვა ქრება. უკვე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს გაცილებით მაღალი გამოსხივების ზემოქმედება აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს დედამიწაზე. მაგრამ საერთაშორისო კოსმოსური სადგური ჯერ კიდევ ჩვენი პლანეტის მაგნიტოსფეროს ნაწილობრივი დაცვის ქვეშაა. NASA-სა და გრძელვადიანი კოსმოსური ფრენების შესახებ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების მიხედვით, galaktikuri კოსმოსური სხივების ზემოქმედებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს DNMS, twin skulls და იმუნურ სისტემას. ეს უბრალოდ დაღლილობა არ არის. ზოგიერთი ეფექტი შეიძლება მუდმივი იყოს, როდესაც ადამიანი დიდხანს იმყოფება მიკროგრავიტაციაში, სხეული სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსურ ხომალდში სავარჯიშო მოწყობილობებია. ნელ-ნელა ძვლებით ხელდება, კუნთების სუსტდება, სისხლის მიმოქცევაც კი იცვლება სხეულში. კვლევების მიხედვით, რომლებიც ჩატარდა ISS-ზე ხანგრძლივი მისიის დროს, ზოგი ასტრონავტი ხედვის პრობლემებს განიცდიდა, რადგან ნულოვანი გრავიტაციის პირობებში ფავის შიგნით წნევის ცვლილებები ხდება. პანდემიის დროს ბევრი ადამიანი რამდენიმე თვიანი იზოლაციის გამო გაჭირობაში იყო. ეს დედამიწაზე აბა წარმოიდგინე, რას იგრძნობ თუ 10 წლეულობით იქნები მთელი კაცობრიობისგან შორს. ანალიტიკოსებისა და კოსმოსური ფსიქოლოგების თქმით, მომავალი ღრმა კოსმოსური მისიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მხოლოდ ინჟინერია კი არა, არამედ ეკიპაჟის მენტალური ჯანმრთელობაც იქნება. ძალიან დიდი მანძილის გამო დედამიწასთან კომუნიკაცია რეალურ დროში შეუძლებელი იქნება. როდესაც ურანოზე იქნები, შეიძლება 2 საათზე მეტიც კი დასჭირდეს უბრალო შეტყობინების გაგზავნასა და პასუხის დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ სინათლის სიჩქარე და პლანეტის დაშორება დიდია, ურანოს რეალური მდგომარეობა კიდევ უფრო გასაოცარია. ის ცნობილია როგორც ყინულის გიგანტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ სუფთა ყინული შეიძლება იყოს. სინამდვილეში მას არ აქვს მყარი ზედაპირი, რომელზეც ადამიანს შეუძლია დადგომა როგორც დედამიწაზე. მისი ატმოსფერო შედგება წყალბადისგან, ჰელიუმისგან და მეთანისგან. მეთანი არის მიზეზი, რატომაც პლანეტა ლურჯად ჩანს. მაგრამ ამ ლამაზი ფერის ქვეშ გარემო ძალიან სასტიკია. Voyager 2-ის დაკვირვებისა და ტელესკოპური კვლევების მიხედვით, ურანზე ქარი შეიძლება საათში 100 კილომეტრს აღწევდეს. მის ზედა ატმოსფეროში ტემპერატურა ძალიან დაბალია, თითქმის -200 გრადუს ცელსიუსს აღწევს და კიდევ უფრო ღრმად წნევა იმდენად ძლიერდება, რომ ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდისთვის გადარჩენა შეუძლებელი ხდება. ზოგი მეცნიერი კიდე ფიქრობს, რომ ურანის შიგნით ძლიერი წნევის ქვეშ შესაძლებელია წარმოიქმნას ეგრეთ წოდებული ალმასის წვიმა, სადაც ნახშირბადი კრისტალდება ძლიერი სიცხისა და წნევის გამო. მაგრამ დღემდე ეს საკითხი კვლავ იკვლევა და ჯერ არ არსებობს პირდაპირი დადასტურება რეალური კვლევებიდან. ამიტომ თუნდაც ადამიანი ოდესმე იქ მოხვდეს, ეს არ იქნება ახალი სამყაროში ჩასვლის მსგავსი, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ჩანს. უფრო სავარაუდოა, რომ ეს მხოლოდ ორბიტალური მისია იქნება, სადაც კოსმოსური ხომალდი პლანეტას გარშემო შემოუვლის და შორიდან შეისწავლის მას. მიმდინარე ტექნოლოგიების პირობებში, ურანზე მისია ახლა მხოლოდ შესაძლებელი ხდება. საჭიროა უზარმაზარი ბიუჯეტი, 10 წლეულების მომზადება და ეკიპაჟისთვის ძალიან მაღალი რისკი.
ესეც მიზეზია, რატომაც ბევრი კოსმოსური სააგენტო კვლავ მთვარესა და მარსზეა კონცენტრირებული. ისინი უფრო ახლოს არიან, უფრო პრაქტიკულია და უფრო მეტი შანსია გრძელვადიანი ადამიანური მისიებისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ურანი მეცნიერებისთვის მაინც მნიშვნელოვანია. პლანეტარული მეცნიერების თქმით, ყინულის გიგანტების შესწავლა მნიშვნელოვანი გასაგებია იმის გასაგებად, თუ როგორ ჩამოყალიბდა მზის სისტემა. სხვა ვარსკვლავურ სისტემებში ბევრი ეგზოპლანეტა ურანისა და ნეპტუნის მსგავსია. ამიტომ, რაც უფრო კარგად გავიგებთ ამ პლანეტებს, მით უკეთ გავიგებთ სხვა შესაძლო სამყაროს კოსმოსში. ამჟამად ურანზე ადამიანის მისიის კონკრეტული გეგმა არ არსებობს. თუმცა, არსებობს წინადადებები მომავალი რობოტული მისიებისთვის, რომლებიც შეიძლება გაიგზავნოს მომდევნო ათწლეულებში. და ალბათ ეს არის ამ ეტაპზე ყველაზე გონივრული ნაბიჯი. ადამიანის ტექნოლოგიის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ურანი ჯერ კიდევ არ არის დანიშნულების ადგილი, სადაც ცხოვრება შეგვიძლია. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მცირეა ადამიანი კოსმოსის უსაზღვროებასთან შედარებით. და რამდენად შორს უნდა წავიდეთ, სანამ ნამდვილად შევძლებთ, ვთქვათ, რომ კოსმოსის დაპყრობა შეგვიძლია. რაც უფრო დიდხანს რჩება ადამიანი ღრმა კოსმოსში, ნელ-ნელა იცვლება მისი სხეულის სტრუქტურა. და ერთ-ერთი პირველი, რაც ზიანს იღებს, არ არის ტვინი ან გული, არამედ ძვლებია. აქ დედამიწაზე არის რაღაც, რასაც თითქმის ვერ ვამჩნევთ, ეს არის გრავიტაცია. ჩვენს ყოველ ნაბიჯზე, ყოველ დგომაზე, ყოველ მოძრაობაზე არის ძალა, რომელიც ქვემოთ გვქაჩავს. და ამის გამო ჩვენი ჩონჩხის სისტემა იძულებულია ძლიერი დარჩეს. მაგრამ კოსმოსში ეს წნევა ქრება. როდესაც სხეულზე გრავიტაცია აღარ მოქმედებს, სხეული ფიქრობს, რომ აღარ არის საჭირო სქელი და ძლიერი ძვლები. ამიტომაც იწყებს ის ძვლის სიმკვრივის შემცირებას. NASA-სა და სხვა კოსმოსური სააგენტოების ხანგრძლივი მისიის კვლევების მიხედვით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს თვეში შეიძლება დაკარგონ ძვლის მასის 1-2%. მიუხედავად იმისა, რომ ისინი რეგულარულად ვარჯიშობენ. და ეს უბრალოდ სისუსტე არ არის. როცა გრავიტაცია არ არის, სხეულის თითქმის ყველა კუნთი იწყებს შემცირებას, რადგან ისინი აღარ გამოიყენება ისე ხშირად. ფეხები, წელის ქვედა ნაწილი, ტანის ცენტრალური კუნთები. ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია დედამიწაზე დგომისა და მოძრაობისთვის, ნელ-ნელა სუსტდება. გულიც კი, რომელიც ასევე კუნთია, ზეგავლენას განიცდის, დედამიწაზე გულს უწევს ძლიერად იმუშაოს, რათა სისხლი გრავიტაციის წინააღმდეგ უბიძგოს. მაგრამ კოსმოსში ცირკულაცია უფრო მარტივია, ამიტომ სხეული ერგება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ასტრონავტებზე გრძელვადიანი მისიის შემდეგ ორბიტაზე გულს სისხლძარღვთა სისტემაში ცვლილებები აღინიშნება. სისხლის მოცულობა მცირდება და სხეულს უჭირს ადაპტაცია, როდესაც გრავიტაციის გარემოში ბრუნდება. ეს არის მიზეზი, რატომაც ზოგი ასტრონავტი თავბუსხვევას განიცდის ან ბალანსს კარგავს დედამიწაზე დაბრუნებისას, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარეს კოსმოსში. თუ ურანზე მოგზაურობა 10 წელზე მეც გასტანს, პრობლემა უკვე უბრალო ადაპტაცია აღარ იქნება. შესაძლოა თავად ადამიანის სხეული განვითარდეს ისე, რომ შეძლოს ცხოვრება უცონადობაში და აღარ იყოს თავსებადი დედამიწის ნორმალურ გრავიტაციასთან. მაგრამ რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს გავლენა სხეულზე, არსებობს კიდევ ერთი უფრო ჩუმი საფრთხე. გონება. თავიდან მისია შეიძლება ამაღელვებელი იყოს. ახალი თავგადასავალი, ახალი საზღვარი. მაგრამ როცა წლები გადის, ვიცრო კოსმოსურ ხომალდში ყველაფერი იცვლება. ფსიქოლოგიური იზოლაციის კვლევების მიხედვით, რომლებიც ასტრონავტების მომზადებაში გამოიყენება, თუნდაც მაღალკვალიფიციური ადამიანები განიცდიან სტრესს, შფოთვას, ძილის დარღვევებს და ადამიანებს შორის კონფლიქტებს, როცა დიდხანს არიან შეზღუდულ გარემოში. და დედამიწაზე ტესტის მონაწილეებს ჯერ კიდევ აქვთ საგანგებო გასასვლელი. ღრმა კოსმოსში კი არა. როცა უკვე მოგზაურობის შუაგულში ხარ. ურანოსკენ მიმავალ გზაზე შეუძლებელია მაშინვე დაბრუნდე. არც სამაშველო მისია მოვასწრაფად. ამას კიდევ უფრო ამძიმებს კომუნიკაციის დაგვიანება. იმის გამო, რომ ურანი დედამიწიდან ძალიან შორსაა, უბრალო რადიოშეთხოვინებასაც კი შეიძლება 2 საათზე მეტი დასჭირდეს, რომ მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ მისიის კონტროლთან ჩვეულებრივ საუბარს 5 საათზე მეტი დაგვიანება ექნება. და როცა ბოლოს და ბოლოს მიაღწევ დანიშნულებას 10 წლეულზე მეტი მოგზაურობის შემდეგ, იქ არანაირი ჯილდო არ გელის. მხოლოდ პლანეტა, რომელზეც ადამიანის მისვლა თითქმის შეუძლებელი. დედამიწის ან მარსისგან განსხვავებით, ურანს მყარი ზედაპირი არ აქვს, სადაც შეიძლება დადგე. ის ეგრეთ წოდებულ ყინულის გიგანტია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზედაპირი მთლიანად ყინულია. მის სქელი ატმოსფეროს ქვეშ არის შეკუმშული სითხეების, როგორიცაა წყალი, მეთანი და ამიაკი, ძლიერი წნევა. როდესაც კოსმოსური ხომალდი უფრო ღრმად ჩადის მის ატმოსფეროში, წნევა და სიცხე კიდევ უფრო ძლიერდება. სანამ იმ წერტილამდე მივა, რომ შესაძლოა დაიწვას. ფუით ადამიანის მიერ დამზადებული ძლიერი მასალაც კი.
როგორც თავად NASA-ს განმარტებებშია ნათქვამი ურანის სტრუქტურის შესახებ. ვისი გარემო უკიდურესად რთულია ნებისმიერი ტრადიციული დასაფრენი მისიისთვის და უკვე ზედა ატმოსფეროშიც კი პირობები ძალიან მკაცრია. ურანი ერთ-ერთი ყველაზე ცივი პლანეტაა მზის სისტემაში დაკვირვებული პლანეტებიდან. მისი ღრუბლების ზედა ფენებში ტემპერატურა შეიძლება თითქმის -224 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს. ის ზოგ ნაწილში ნეპტუნზე უფრო ცივია, მიუხედავად იმისა, რომ ნეპტუნი მზიდან უფრო შორს მდებარეობს. ასეთ ტემპერატურაზე ადამიანის დაუცველი ქსოვილი რამდენიმე წამში გაიღინება. მისი ატმოსფერო კი თითქმის მთლიანად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. მასში ასევე არის მეთანი და სხვა ნაერთების კვალი, მაგალითად წყალბადის სუფიდი. ეს არის გაზი, რომელიც დედამიწაზე ელპობადი კვერცხის სუნთან ასოცირდება. მაგრამ ურანოზე სუნი power პრობლემა არ არის. არ არის ჟანგბადი, რომ ადამიანი ისუნთქოს და რაც თავარია, ქარია. Voyager 2-დან გადაღებულ ფოტოებში ურანომ 7-დან ცხნარად გამოიყურება. მაგრამ ატმოსფერული დაკვირვების მიხედვით პლანეტაზე ძალიან ძლიერი ქარები დაფიქსირდა, რომლებიც შეიძლება 100 კმ/სთ-ში აღწევდეს. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შორიდან 7-დან გამოიყურება, ეს არის უკიდურესი სიცივის, წნევის, ტოქსიკური აკური აირებისა და ქარიშხლების სამყარო, რომლებიც დედამიწაზე არსებულ არც ერთ ბუნებრივ კატასტროფას ვერ შეედრება. თუ რამე ცხადია ურანზე, ეს არის შემდეგი. ნუ მოტყუდები მის გარეგნობაზე. ტელესკოპებისა და Voyager 2-ის ფოტოებში ის 7-დან გამოიყურება. ცივი ლურჯი ბურთი, რომელიც თითქმის უძრავად ჩანს. მაგრამ იმ სიმშვიდის უკან მძვინვარებს ატმოსფერო, რომელსაც შეუძლია თითქმის ნებისმიერი ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოლოგიის განადგურება. მეცნიერების თქმით, შესაძლებელია მილიარდობით წლის წინ მას შეეჯახა უზარმაზარი ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის იყო. ამ შეჯახებას მიიჩნევენ მიზეზად, რის გამოც პლანეტის ორიენტაცია შეიცვალა. ამის გამო ურანზე სეზონები ძალიან უცნაურია. იქ 1 წელი დედამიწის 84 წელს უდრის. ეს ნიშნავს, რომ მისი ორბიტა მზის გარშემო ძალიან ნელია. ძლიერი დახრის გამო არის პერიოდები, როცა პლანეტის ერთი პოლუსი პირდაპირ მზისკენაა მიმართული 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. არ არის ღრამე, არ არის მზის ჩასვლა, მხოლოდ პირდაპირი სინათლეა. ამის შემდეგ პლანეტა ნელად ატრიალდება, სანამ მეორე მხარე არ აღმოჩნდება მზისკენ. და იქ დაიწყება სიბნელის ათწლეული. თუ სიცოცხლე გაჩნდა ურანის რომელიმე ნაწილში სიბნელის პერიოდში, შესაძლებელია, რომ ის დაბერდეს ისე, რომ მზის შუქი არასდროს უნახავს. დედამიწაზე ჩვენი მაგნიტური ველი მოწესრიგებული და შედარებით სტაბილურია. სწორედ ის გვეხმარება, რომ დავიცვათ თავი მზიდან მომავალი მავნე დამუხტული ნაწილაკებისგან. ურანზე ეს ყველაფერი თითქოს არეულად ხდება. Voyager 2-ის მონაცემების მიხედვით, ურანის მაგნიტური ველი პლანეტის ბრუნვასთან არ არის გასწორებული. მისი გადახრა ძალიან დიდია და მაგნიტური შველის წყარო ზუსტად პლანეტის ცენტრში არ მდებარეობს. და ზოგიერთი უფრო ახალი ანალიზის მიხედვით, რომელიც Voyager 2-ის მონაცემებს ეფუძნებნება, შესაძლებელია, რომ 1986 წელს, როდესაც კოსმოსური ხომალდი ურანთან ჩავიდა, იქ უჩვეულო მზის ქარის პირობები იყო. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ესმით ურანის ნამდვილი მდგომარეობის შესახებ. მისი მთვარეებიც კი არ არიან უსაფრთხო მდგომარეობაში. ურანს 27 ცნობილი მთვარე ყავს, მათ შორის ტიტანია და ობერონი, მაგრამ ეს სამყაროები მხოლოდ ყინულისა და ქვისგან შედგება და იქ უკიდურესი სიცივეა. ზოგიერთ ნაწილში სიბნელე 10 წლეულობით გრძელდება მათი პლანეტის გარშემო მდებარეობის გამო. არ არის სუნთქვადი ატმოსფერო, არ არის სითბო, არ არსებობს აშკარა ადგილი ადამიანთა დასახლებებისთვის, არსებული ტექნოლოგიით და აქ ნათელი ხდება, რატომაც დღემდე მხოლოდ ერთი კოსმოსური ხომალდი მიუახლოვდა ურანს. 1986 წლის იანვარში Voyager 2-მა ჩაიარა პლანეტასთან. და მან მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია სულ რამდენიმე საათში, სანამ გააგრძელებდა გზას გარემზის სისტემის მიღმა. დღემდე ეს არის ურანის ყველაზე ახლო შესწავლა, რაც კი ქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამეცნიერო საზოგადოება მის დაივიწყო. 2022 წელს ASHS-ის Planetary Science Decadal Survey-მა ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომავალ მისიად მიიჩნია. ეს არის შემოთავაზებული ურანის ორბიტერი და ატმოსფერული ზონდი, მაგრამ ეს რობოტული მისია, არა ადამიანის მისია. რადგან რაც უფრო მეტს სწავლობენ მეცნიერები ღრმა კოსმოსის გავლენაზე ადამიანის სხეულზე,
უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანის სხეულს აქვს თავისი ზღვარი, რასაც შეუძლია გაუძლოს. შესაძლებელია, რომ ერთ დღეს ადამიანი შეძლებს მარსზე წასვლას. შესაძლოა მომავალში უფრო განვითარებული სადგურებიც აშენდეს იუპიტერის სისტემასთან ახლოს. მაგრამ ურანი ეს უკვე სხვა საკითხია. ეს მხოლოდ მანძილის გამო არ არის. არამედ იმიტომ, რომ რაც უფრო დიდ ხანს რჩება ადამიანი შორეულ კოსმოსში, ნელ-ნელა ქრება ის პირობები, რომლებმაც ჩვენ როგორც სახეობა შექმნა. დედამიწის გრავიტაცია, მისი ატმოსფერო, მაგნიტური ველი, რომელიც იცავს სიცოცხლეს, ეს ყველაფერი იმ მიზეზების ნაწილია, რის გამოც ადამიანის სხეული ფუნქციონირებს. როცა ამას დიდი ხნით აშორებ ადამიანს, თავად სხეულის და გონების დიზაინს სული და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთილი ურანისგან. რომ რამდენადაც განვითარებულებიც არ უნდა ვიყოთ როგორც ცივილიზაცია, მაინც არსებობს ადგილები სამყაროში, რომლებიც ჩვენთვის არ არის შექმნილი. სამყაროები, რომლებიც დარჩებიან ჩუმად, ცივად და სავსე საიდუმლოებებით, სანამ ისინი აგრძელებენ ბრუნვას კოსმოსის სიბნელეში.